საპარლამენტო კომისიამ მედიკამენტების ფასთა ჯაჭვის შესწავლა დაასრულა. მთავარი საკითხი, რომლის გარკვევასაც კომისიის წევრები ცდილობდნენ, მოქალაქეებისთვის მედიკამენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. არ არის გამორიცხული, რომ რეფერენტული ფასი სამომავლოდ ბავშვთა კვებასაც შეეხოს. განიხილეს დამატებით კიდევ 4,000 მედიკამენტზე ზედაზღვრის დაწესების შესაძლებლობაც. სხდომაზე მცირე ხმაურიც იყო ნინო არღლიანის რეპორტაჟი. ფარმაცევტული ბაზრის ლიდერი კომპანიები სახელმწიფოს მედიკამენტებზე რეფერენტული ფასის დადგენას უწონებენ და წამლების ფასზე ზედაზღვრის დაწესებას დარჩენილ 4,000 მედიკამენტზეც ითხოვენ. ბაზრის 80%-ის მთავარ მოთამაშეებთან დროებითი საპარლამენტო კომისია დღეს ადგენდა, როგორ უნდა გახდეს წამალი მოქალაქისთვის უფრო ხელმისაწვდომი და კითხვა დაისვა არსებობს თუ არა ამ რგოლში ხელოვნური დეფიციტის შექმნის რისკი. ფასი, რომელიც არის აფთიაქებში რეცეპტულ მედიკამენტების დიდ უმრავლესობაზე რეგულირებულია, ანუ დადგენილია სახელმწიფოს მიერ და ამ ფასებით ხდება რეალიზაცია. გვინდოდა რომ ეს ესე მოხდარიყო და კარგია რომ ეს ესე მოხდა და ეს ესე ხდება. იცით რომ ჯანმომაც აღნიშნა საქართველოს წარმატება, რომ ამ ონკოლოგიურ პრეპარატებზე 40%-ით გაიაფა. თქვენ აღნიშნეთ, რომ ონკოლოგიურ პრეპარატებზე მნიშვნელოვნად მონაწილეობთ, აი დღეს როგორია სიტუაცია, გაქვთ თუ არა ყველა ის ჩამონათვალი ონკოპრეპარატების, ხო არ იქნება ხელოვნური დეფიციტი? სიტყვა ხელოვნური დეფიციტი არის ძალიან ტკივნეული მოსასმენად. აი როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ შეიძლება რომელიმე აი აქ მჯდომ ორგანიზაციას კონდეს ნაშთი სამაზე საწყობში და არ გაყიდოს. თქვენ თუ ხარ მზად რომ აი ასე რომ თქვა ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ვიფიქროთ რომ შეიძლება რაღაც განსაკუთრებული კალათა გავაკეთოთ ასეთი მედიკამენტებისთვის. ჯანდაცვის სამინისტროს შეუძლიათ ძალიან მკვეთრად დახმარება და აღიარებითი რეჟიმით კი არა, რა ქვია, თუ არ ვწდები პროაქტიული ქვია, ხომ, მაგ რეჟიმს შემოგვატანინებს ამ მედიკამენტებს, რა თქმა უნდა, ეს ბევრად გამარტივებს. როცა კომისია ონკოლოგიური და სხვადასხვა დაავადების მქონე პაციენტებისთვის წამლების შეღავათიანი კალათის შექმნაზე მსჯელობდა, გიორგი გახარიას პარტიამ ამ პროცესში ხმაურის შეტანა რამდენჯერმე სცადა. რატომ არის საქართველოში სამედიცინო მედიკამენტები ბევრად უფრო ძვირი, ძალიან ხშირ შემთხვევაში ვიდრე ევროპის ქვეყნებში და თუნდაც ჩვენ სამეზობლოში. არსებობს ფასნამატის ზედაზღვარი კონკრეტულ კატეგორიების მიხედვით. ეს ფასი ვერ იქნება უფრო ძვირი, ვიდრე არის ფასი მაგალითად ევროპის ქვეყნებში. უბრალოდ ვერ იქნება, იმიტომ რომ რეფერენტი ასე მუშაობს. მე კითხვა დავუსვი, რომ რატო არის ევროპაში სპეკულაცია და არ მოგწევს თქვენ ეწევით. აი ამ ხელა რიხით როგორ საუბრობთ? უბრალოდ მართლა საოცარია. ქვეყნის მოღალატე გახარიას მიხედოთ გირჩევიან. მეძახით აგენტს. ამას ჭირდება დამტკიცება, ქალბატონო ეკა. გვაცალოთ, კარგი იქნება, ჩვენ გვაქვს აქ სამუშაო გარემო. მოდი გავაგზავნოთ, დაწყრადით ძალიან ხო. ეს არ არის პოლიტიკური ტრიბუნა, ჩვენ გვაინტერესებს საქმე. ოპოზიციის მცდელობის მიუხედავად კომისიის ხდომა საქმიანი დისკუსიით გაგრძელდა. კომისიამ დღეს რეფერენტულ ფასებზე ბავშვთა კვების გადაყვანის საკითხზეც იმსჯელა. ბავშვთა კვების შემთხვევაში თითქმის ფასები არის ყველგან ერთი და იგივე. არჩევანის საშუალება თითქმის არ არის. ამ ფასებს როგორ ადგენთ? ბავშვთა კვებას ერთმანეთის ფასებს არ უყურებთ, უბრალოდ ერთმანეთს ნამდვილად უყურებთ აქციებში. ბავშვთა კვება შესაძლოა რეფერენტულ ფასებს, ანუ სახელმწიფოს მიერ დადგენილ ზედაზღვარს დაექვემდებაროს. ამ თემაზე დღეს მსჯელობა იყო, თუმცა გადაწყვეტილება კომისიის ფორმატს სცდება. როგორ უნდა მივიდეს პროცესი მედიკამენტების ფასების კლებამდე. 3 საათიანი სხდომის დროს მხარეებმა ბევრი მიმართულება განიხილეს. თან იმის საშუალებაც გვაქვს, რომ თქვათ, თუნდაც თურქეთიდან, თუნდაც ევროპიდან ეს ფორმულები აღიარებითი რეჟიმითაც შემოვიტანოთ. ისეთი გამჭვირვალეა სისტემა და იმდენი მექანიზმია შექმნილი, რომ თან თქვათ იმუშაო და კონკურენტულ ფასში პრეპარატი კონდეს, რომ აი ეს რაღაცა ექსკლუზივობა რო ერთ საქმეს და პირიქით ყველას გვინდა ხელმისაწვდომობა. ქვეყანაში ფასები რეფერენტულ მედიკამენტებზე უფრო დაბალი იყოს ვიდრე ევროპის ქვეყნებში, ეს ერთი. მეორე, თავხდებით რომ რეფერენტული მედიკამენტების რაოდენობის გაზრდა შესაძლებელია. ბავშვთა კვების მიმართულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და აქაც მინდა აღნიშნო, რომ არსებობს მექანიზმები, რომლის წარმატებით დანერგვის და იმპლემენტაციის შემთხვევაში ჩვენ მივიღოთ არსებითად ხელშესახები შედეგი. სურსათის შემდეგ კომისიამ მედიკამენტების ფასთა ჯაჭვის შესწავლა დაასრულა. მომდევნო ეტაპი საწვავის ფასი იქნება.